ფორთოხლის წვენს რა ჯობია, ამაზე უკეთესი რა უნდა მიიღო დილის საუზმეზე, იდეალურია თუ არ იციო, მოусმინეო ევროპელ დიეტოლოგებსო და გააკეთე ზუსტად ისეო და ასე შემდეგ. ძალიან კაი კომენტარია. მოდი ახლა ეს განვიხილოთ. რატომ არ ვარგა ფორთოხლის წვენი და რატომ ჯობია ვჭამოთ ცოცხლად ფორთოხალი და არ გავანადგუროთ? ის ნახე რა ხდება. ცოცხალი ფორთოხალი იდეალური პროდუქტია, შეიცავს ბევრ ვიტამინებს, იდეალური ასე ვთქვათ, C ვიტამინის წყაროა, სხვადასხვა საკვები ელემენტების და რაც თავარია, მასში შედის საგანძური, შედის საკვები ბოჭკოები. შენ რომ მას წურავ, ხელით აკეთებ შენი კუჭის საქმეს, საკვებ ბოჭკოებს საერთოდ უკარგავ, ანადგურებ. პირველი პრობლემა ესაა. მეორე პრობლემა ერთი ჭიხა წვენი რომ მიიღო ფორთოხლის, ერთი 3 ფორთოხალი უნდა დაწურო. დიდ რაოდენობის შაქარს იღებ და თხევადი კალორია, თან შაქარი, თან ფრუქტოზა არაფრით არ ვარგა რა, თან მით უმეტეს საკვები ბოჭკოების გარეშე. ამიტომ აიღე და ჭამე ეს ფორთოხალი, რატო წურავ? სადაც სვავდნენ მართლა ფორთოხლის წვენებს, იქ აღარ სვავე და მიხვდე რომ ცუდია და ჩვენ რატო ვერ მიხვდით ამას დღემდე? ნუ მიიღებ ამას, ჭამე ცოცხალი ფორთოხალი და ნუ ანადგურებ.